21 მარტს გამართულ აქციაზე იმ ქართველმა კინემატოგრაფისტებმა, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ ქართული ოცნების კულტურულ პოლიტიკას, საპროტესტო მარშის სლოგანად კინორეჟისორ ზაზა ხალვაშის სიტყვები გამოიყენეს. სხვა სამშობლო არც გვაქვს და არც გვინდა. ზაზა ხალვაშმა სანამ თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე რეზო ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის სახელოსნოში სწავლას დაიწყებდა, თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მწერლის ოჯახში გაზრდილისთვის, ფრიდონ ხალვაშის შვილისთვის წერა ცხოვრების ნაწილი გახდა. წერისთვის თავი არ დაუნებებია მაშინაც კი, როცა კინოს იღებდა. აი აქ ხალვაშების მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში ამოდიოდა და წერდა. თავისი საუკეთესო ფილმი ნამეც ზემო აჭარაში გადაიღო. თამდა ხალვაში, რომელმაც დოქტორის წოდება კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში მიიღო, დღეს ილიას უნივერსიტეტის პროფესორია. თამთას ინტერესების სფერო ფართოა. ქალაქი, პროვინცია, აფექტი, სირცხვილი, შავი ზღვის რეგიონი და ცხადია მთიანი აჭარა. 2020 წელს ზაზა ხალვაშის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ თამთას მის ორ დას და დედას მოუხდათ ხალვაშების მემკვიდრეობის მოვლა პატრონობა. მათ შორის ზაზას ჩანაწერებისა და ზაზას ფილმისა ლოტო, რომლის დასრულება ვეღარ მოასწრო. ეს თავის თავზე თამთამ აიღო. ასე ვფიქრობ, საბოლოოდ გაერთიანდა თამთა ხალვაშის ცხოვრებაში მეცნიერება და ხელოვნება. ეს სოფელი ხო ზოგადად ზემო აჭარაში სოფლები არის გვარების მიხედვით, ანუ ყველა სოფელს რაღაცა თითქოს აი ამ გვარის სახელწოდება ქვია, რომლებიც და ზოგიერთი გვარი აღარ არსებობს. და ხალვაშები ბევრია. ხალვაშები ბევრი არიან ზემო აჭარაში, საკმაოდ განსაკუთრებით სხვათა შორის ქედის რაიონში, თუმცა ხულოშიც და შუახევშიც, მაგრამ აქაც ბევრი არიან კი. მუსლიმები არიან? იცი რა, ნაწილი მუსლიმია, ხა ჩვენ ეს არის აჭარის ისტორია, ხო, უახლესი შერეული ოჯახები, სადაც ზოგი მუსლიმია, ზოგი გაქრისტიანებულია უკვე, შესაბამისად ამიტომ უწევთ თანაცხოვრება და ჩემი აზრით რაღაც ხიბლიც ეს არის რა, ზემო აჭარის დღეს, როცა შეგიძლია რომ აი ეს ნახო ოჯახებში როგორ ხდება თანაცხოვრება. ხა აქ პრინციპში ამ ოჯახში აი ეს ქრისტიანიზაციის პროცესი მოხდა, გვერდზე მეზობელი ყავს, რომელიც ჩვენი ნათესავია, იქ მუსლიმები ცხოვრობენ და ჩვენი აჭარის აი ამ ქედის რაიონის მუფტი არის კაცი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ნათესაური და ძალიან ესეთი კავშირი, რაც არის ჩვეულებრივი ამბავი, ანუ აქ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, როცა ზემო აჭარაში ეს თანაცხოვრების ეს ფორმები თავისთავად ამოიზარდა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვალა, თქვათ, აი ეს რელიგიური ლანდშაფტი რა, განსაკუთრებით 90-იან წლების და ამ თანაცხოვრებაში გაიზარდა ზაზა, თანაცხოვრებაში გაიზარდა? კი, ნამდვილად. ეს პეიზაჟები მართლაც გავს კინოკადრებს. ყოველ შემთხვევაში ზაზა ხალვაშის კინოს ნამდვილად. ერთის მხრივ გაყინული, ხანდახან ავის მომასწავებელი გარემო, მეწყერი, ესაა მეორე სათაური ზაზა ხალვაშის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმისა იქ ჩემთან და მისტიკური, თანაც აბსოლუტურად რეალური. ზღაპარი და სინამდვილე აქ თანაარსებობენ და სწორედ ამ თანაარსებობის, თანასწორობის იდეაზე იგება ზაზა ხალვაშის შემოქმედება. განსაკუთრებით ფილმი ნამე, რომელშიც ბუნების და ადამიანის ურთიერთობის თემას თავად ეს გარემო აცოცხლებს. ზაზა ამ ურთიერთობას კინოსენით ასახავდა, თამთა მეცნიერების ენით. დიდი ხნის განმავლობაში ისე როგორც ყველა, ანუ ფრიდონი რაღაც სეკულარული მუსლიმი კაცი იყო, რომელიც გაიზარდა ზემო აჭარაში მუსლიმი მშობლების ოჯახში, მაგრამ საბჭოთა მოდერნიზაცია განიცადა და შესაბამისად იყო ესეთი ჩვეულებრივი საბჭოთა სეკულარული მუსლიმი კაცი, რომელიც ბათუმში ჩავიდა და იქ დაიწყო თავის მოღვაწეობა. ზაზას თაობა და ჩემი თაობა მე და ზაზა ტოლები. კი. მოესწრო უკვე სხვა სიტუაცია. და ეწლება უკვე სხვა სიტუაციას. ანუ ამ გადააზრებას რაღაცნაირად აი ამ სეკულარიზმის თუ ამ სეკულარიზმს დავარქვათ ან ათეიზმის. რეაქცია ქონდა ამაზე. გადააზრება კიდე სხვა არის და კონფლიქტები და ძალდატანები სხვა.
ხო, იცი რა არის, იმიტომ რომ ზაზა თვითონ არასდროს თქვათ არ თუ ზაზაზეა საუბარი, არ აიდენტიფიცირებდა თავის თავს თქვათ რელიგიურად მაინდა-მაინც მუსლიმობასთან, მგონია რომ ეს კონფლიქტი აბსოლუტურად არანაირად მასში არ შექმნილა, თუმცა რა თქმა უნდა მის კინოში ჩანს ეს რაღაცა შრეები რა, ის შრეები რომელთანაც მას უწევს მუდმივად რომლის დანახვაც ჭირდება იმისთვის რომ პირველ რიგში საკუთარი თავი გაიგოს ალბათ, საიდან მოდის, სად მიდის და რომელიც მე ვფიქრობ რომ თან ზაზას ჰქონდა ხა ისე როგორც ყველას 90-იანი წლების, ნუ აი ეროვნული მოძრაობის პერიოდში ეს ქრისტიანული რიტორიკა, ნარატივი, განსაკუთრებით აჭარაში ძალიან მომხიბვლელი იყო ჩემი აზრით მათ შორის ზაზასთვისაც რა. და რაღაცნაირად ეს აჭარის ისტორია ძალიან ისეთი ბევრი შრე აქვს ხო აჭარის ისტორიას, მათ შორის ეს მუსლიმურ ოსმალური წარსულის შრე, რომელიც მუდმივად იყო რაღაცა დარცხვენის, რაზეც მუშაობდი მე უკვე როგორც ჩემი თემაა და რაც მაინტერესებდა სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ აი ამ რეგიონში ისლამმა და მისმა ოსმალურმა წარსულმა გაიარა რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირით გაგრძელებული და პოსტსაბჭოთა საქართველოთი დამთავრებული მუდმივი დარცხვენის, ასე დავარქმევდი ამას. არა პირდაპირ აი ამ სიტყვას დისკრიმინაციას მოვერიდები, უფრო აი ამ დარცხვენის ტერმინოლოგიაში შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენი წარსული იყო მუდმივად რაღაცა დაკნინებულ და არასასურველ შეიძლება ითქვას წარსულად და მემკვიდრეობად მონიშნული, ოღონდ ეს პოლიტიკური ფორმაციების მიერ, ხო, ძალაუფლების სათავეში მყოფი ადამიანების მიერ. თორე როდესაც უკვე ჩახვალ ქვედა შრეებში და სოციალურ თანაცხოვრების ფორმებს ნახავ, იქ ხვდები რომ ამას აბსოლუტურად ადგილი არ აქვს და ადამიანები ერთმანეთთან მიუხედავად რელიგიური განსხვავებებისა და რაღაც გემოვნებისა თანაცხოვრობენ ძალიან მშვენივრად რა. ხო და ამიტომ რა ვიცი, აი ეს კონტექსტი, რომელიც ჩემთვის მე კვლევის კონტექსტი გახდა რაღაც თვალსაზრისით და კვლევის ინსპირაცია. ნუ ჩემთვის შეიძლება კინოსი და ჩემთვის რაღაც კვლევის და წერის რა. და თვლი რომ გავს ერთმანეთს უпростоრად მიზანი ორივეს ერთი გავს. მე მგონი იყო დიალოგი მუდმივი და ხო. ხო, მაგრამ აი ზაზას ფილმებში იმდენად აინტერესებს ადამიანი. კი. აი როგორ ვთქვა, ადამიანი ცალკეო, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რაღაცნაირად გამიჯნული თითქოს სისტემისგან. აი ადამიანის კვლევა აინტერესებს, მე ასე მგონია რა, აი კონკრეტულად ადამიანის და უფრო ნაკლებად მისი კონფლიქტი სოციუმთან და ასე შემდეგ. ხო და შვილი ანთროპოლოგი გამოვიდა. მაინც განსხვავებული მიზნები გაქვთ მე მგონი. ზაზას კინოში და შენ მეცნიერებაში. კი, იმიტომ რომ პრინციპში სხვადასხვა რამეა ანთროპოლოგია და კინოც, ანუ პროფესიულადაც სხვადასხვა რამე არის, ხო? მე ვცდილობ ადამიანების კონტექსტუალიზაციას, იმიტომ რომ ეს ჩემი პროფესია, მე მჭირდება ავხსნა ის მრავალშრიანი, მათ შორის შეიძლება კონფლიქტებიც, რომელიც ამ სოციუმში წარმოიქმნება. მეცნიერულად და ვიკულიო ეს და ამის მიზეზებს ჩავეძიო როგორც საარქივო კვლევის ფორმით, ისევე ეთნოგრაფიული კვლევის ფორმით. კინოს რა თქმა უნდა სხვა მიზანი აქვს. ხო, კინო სხვადასხვანაირია და აი მგონია რომ ზაზას არ უყვარს კონფლიქტი. ხო. აი ეს კონფლიქტი, რომელსაც გულისხმობთ ჩვენ სოციუმი და შეიძლება იმიტომ რომ აი ისეთ გარემოში გაიზარდა ზუსტად თანაცხოვრების გარემოში. იცი აი მე მგონი იცვლება მის შემთხვევაშიც როდის რა აინტერესებს რა. აი თქვა იქ ჩემთანს თუ გავიხსენებთ მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს, იქ მე მგონი ხა კონფლიქტი შეიძლება მაინდა-მაინც რელიგიური კონფლიქტი არ აინტერესებდეს, აინტერესებდეს ამ შემთხვევაში თქვა კონფლიქტი სისტემასთან, ხო? ძალიან კარგად ჩანს ეს საბჭოთა კავშირის ბოლო წელს არის გადაღებული 99 წელს დაიწყო თუ არ ვწდები ამ ფილმის გადაღება და 91-ში გამოვიდა და ეს არის როცა საბჭოთა კავშირი ინგრევა და ანუ ფაქტობრივად ოჯახი ხუთი სულის შვილი ხო, რომელიც ცხოვრობს ერთი
ერთ სახლში და არის აი ამ მუდმივი მოლოდინის მეწყერის მოლოდინის ქვეშ, ხო, რომელიც ეს მოწყერი, რომელიც თან ამავე დროს არის რაღაცნაირი ერთგვარი სიმბოლო მაშინდელი საბჭოთა კავშირის და ეს ყველგან იგრძნობა ამ ფილმში, როდესაც ეს ძმები ცდილობენ, რომ რაღაც უსაფრთხო საცხოვრისი მოიპოვონ და სისტემასთან უწევთ მუდმივი ჭიდილი. და იქ ძალიან კარგად ჩანს, როდესაც მას აინტერესებს კონფლიქტი, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მიზერერეც ძალიან პოლიტიკურია. მე მგონი რაღაც მის ასაკობრივად, აი თუ ზაზას ბიოგრაფიას შევხედავთ, იცვლება ეს, რაც უფრო შედის ასაკში, მით უფრო ინტერესდება, როგორც შენ თქვი და საინტერესო იყო ჩემთვის ეგ დაკვირვება, ადამიანი თუ უშუალოდ და მისი რაღაც უნივერსალური ადამიანის უნივერსალური გაგებით, ვიდრე აი ამ რაღაცა ძალიან კონკრეტული, თუმცა ეს უნივერსალურობაც მის ფილმში ჩემი აზრით ძალიან კონკრეტული ისტორიებიდან ამოდის და ჩანს და ეს არის მგონია, რომ მისი ამავე დროს იმ პოლიტიკურ ქარტეხილებში მუდმივი ყოფნის შედეგიც, რომელშიც მან როგორც შემოქმედმა გაიარა, როგორც შემოქმედმა, როგორც მოქალაქემ, როგორც მამამ, რომელმაც გაზარდა სამი შვილი სრულიად წარმოუდგენელ პირობებში და რაღაცა ასაკში უკვე როცა კინო ხდება შენთვის ერთგვარი თერაპიაც, იმიტომ რომ გჭირდება გაუმკლავდე იმ ჭრილობებს, ტკივილებს, პოლიტიკურს, ადამიანურს, ბიოგრაფიულს. საზასთან დაკავშირებით მე არ შემეშინდებოდა მე ხმარა სიტყვა ლოცვა. კი, მე თვითონაც მგონია რომ ესე უყურებდა, თუ ამბობდა რომ კინო მაგიაა და ნუ ეხა ეს ისეთი გამოთქმა რომელსაც ბევრი კინემატოგრაფისტი იყენებს, მაგრამ მისთვის ეს მართლა მედიტაციის ფორმას იღებდა და ეხა სადაც ვზივართ, აი ამ მაგიდასთან აი მინახავს როგორ შედის სწორად რაღაცნაირად აი ამ პროცესში, როგორც მედიტაციურ პროცესში, როცა იწყებს სცენარის წერას და როცა რაღაცა განმარტოვდება ხოლმე. ხედავ ანუ ვხატავ, ანუ აღვწერ. მოვედე. საკმარისია. 16 დეკემბერი. შაბათი. ადრე გამეღვიძა. სოციალურ ქსელებში გავხეტიალდი. ყველა ჭკუას ისწავლება, ანუ გვასწავლის. ამდენ ჭკვიანს რა გვეშველება. ისევ იგივე პრობლემა, რა ვთქვა, როგორ ვთქვა. და მიუახლოვდი. ჩემზე მინდა მოვყვე ამბავი. ჩემი ამბავი კი არა, ამბავი ჩემზე, ანუ მეზე. მე ორი ეპოქის ჯამი ვარ, იმპერიის და პოსტიმპერიის. ეს არის ჩემი ისტორია, თუ ბიოგრაფია. ჩვენ დამარცხებული თაობა ვართ. გამარჯვებული თაობა ჯერ არ ჩანს. წერს ზაზა თავის დღიურში. თამთას უთხარი მისი ფილმები ხანდახან ლოცვას გავს მეთქი. აგერ ნამეში, სამკურნალო ჯადოსნური თევზი თავის ძალას კარგავს მას შემდეგ, რაც სოფლად კაშხალის მშენებლობას იწყებენ. ჰარმონია ინგრევა, მაგრამ კატასტროფისგან მას კინო, ხელოვნება აჩერებს. გამარჯვებული თაობა არ ჩანს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია გამარჯვების მოლოდინი. ზაზას თაობა ისევ მოლოდინში ვართ. დაპირისპირებას და ბრძოლას იდეალურ ერთიანობაზე ფიქრი გვირჩევნია, მაგრამ ვოცნებობთ კიდეც ახალ თაობაზე, რომელიც ჩვენგან განსხვავებით გამარჯვებული თაობა გახდება. ნამეს შესახებ მინდა რომ მეკითხა, აქ იყო თუ არა გადაღება? არა, ამ სოფელში არ ყოფილა, მაგრამ გვერდითა სოფელი არის, გობრონეთი ქვია, სადაც გვერდზე არის, აქედან 15 წუთში დაახლოებით. თუმცა ეს ლანდშაფტი და ეს ბუნება, ხო, ეს ზემოაჭარაში ხა ეს ბუნება ერთმანეთს ძალიან გავს და იყო, რა თქმა უნდა, იმის შთაგონების წყარო, რომ ნამე დაბადებული იყო და თვითონაც ყვება სადღაც, მე მგონი ზაზარ, რომ სწორედ აქ იყო ზამთარში. როდესაც მე მგონი ზამთარი უკვე რაღაც აი გაზაფხულისკენ გადატეხილი სეზონი იყო და ჯერ კიდე თოვლი იდოდა აი ამ თებზე სადღაც და ხეებზე და უცებ ჩამოვარდა ეს რაღაც ძალიან პოეტურად აღწერს ზაზა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ჩამოვარდა ესე თოვლი და მისი ხმა, რომელიც ძალიან ფაფუკი და თითქოს ჩუმი იყო, ის ხმა იყო, როგორი კინოს გადაღებაც უნდოდა. აი ესე აღწერს ნამეს და ნუ ნამე თვლი რომ ცოტა სხვანაირი ფილმია.
ძალიან სხვა. ხო, ანუ ზაზასწინა ფილმებისგან განსხვავებით. აბსოლუტურად განსხვავებით. მეტაფიზიკა შემოვიდა. კი, მაგია შემოვიდა. დაინტერესებული იყო ამით. კი, ყოველთვის ძალიან ისეთი ჩვენ ოჯახში ესე ხუმრობით ვამბობდით, რომ შენ სრულ მორწმუნე ხარ, იმიტომ რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი შრე იყო მისი სამყაროსთან მიმართების. ძალიან შინაგანად იყო ძალიან რელიგიური ამის ფართე გაგებით, ამ ცნების. თუმცა ამ ფილმში მაინც ადამიანი იმარჯვებს. ადამიანი იმარჯვებს, ხადია. უბრალოდ ხო, ესეც ეს ნამეც ხო ისეთი რაღაცა არის, როგორც თავდება ეს ფილმი, სად იმარჯვებს, ანუ აი ესეც ის არის, ხო, და სად უჩინარდება, ან მისი ადამიანური ნაწილი იმარჯვებს თუ მისი მეტაფიზიკური. ესეც ბუნდოვანი რჩება და მე მგონი ზაზა ეგეთი იყო, რომ ეგეთ მკაფიო პასუხებს არც ცხოვრებაში მათ შორის და ჩვენთან ურთიერთობაში არ იძლეოდა არაფერზე, რომ აი ესე უნდა იყოს. მე უფრო ვარ ესეთი კატეგორიული მე მგონი ოჯახში. ну აქ უჩინარდებოდა ხოლმე, კი, აბსოლუტურად 2 კვირა, 3 კვირა ისე რომ შეიძლება ტელეფონიც გამოერთო, მარტო ოჯახის წევრები მოვიცოდით მისი რაღაცა კონკრეტული ნომერი, რომელზეც შეგვეძლო დაგვერეკა. და აი ამ ურბანული, თქვათ, მისი ურბანული ძალიან აქტიური ცხოვრების დასვენების და აქ ძალების მოკრეფის და რაღაც შემოქმედებითი იმპულსის პოვნის და აი ისიც ნამეც ესე დაიბადა როგორც თვითონ ყვება, აი აქ ერთ-ერთი ესეთი განმარტოვების დროს როდესაც აი ეს თოვლი ჩამოვარდა და ეს რაღაც მთელი სცენარი დაალაგდა და ძალიან მალე დაწერა როგორც ვიცი ნამე 2 კვირაში აი აქ ესე ძალიან დიდი იმით კინოსთვის ისე ძალიან ძნელია ესეთი სტატიკური ეხლა კი ბევრმა დაიწყო მაგრამ ნუ აწერი ითვლებოდა რომ ეს სადაც არის სტატიკა და თითქოს დინამიკა არა ჩანს თითქოს ეს კინო ნაკლებად არის რომ რთულია მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამ ფილმში არის ეს შინაგანი დინამიკა და რაღაცა მოლოდინი მუდმივად რომელიც როგორც შენამობ ნამდვილად მე მგონი ის არის თავისთავად ხო წერტილით არ სრულდება და მე მგონი მოიხელთა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მე როცა ნამეს უყურებ ბუნების დინამიკა რომელიც არის თავისთავად და სუსტად ეს სტატიკურად შეიძლება ალბათ მხოლოდ მისი მოხელთება რომელსაც თავისი კინემატოგრაფია აქვს რაღაცნაირად რა და ეს ბუნება აქაური ბუნება დინამიურია ყველა ბუნება დინამიურია კი აქაური ახლა თუ დაუკავშირებთ პირდაპირ პროცესებს ზემოაჭარა მცირე მიწიანი ადგილია სადაც ადამიანები ძალიან ბევრ შრომობენ აი ამ თებზე შეფენილ მცირე მიწიან ადგილებზე, რომ რაღაც მოსავალი მოიყვანონ და თან ამავე დროს არის მეწყერსაშიში ზონები არის ზემოაჭარაში ძალიან ბევრი. მამაჩემიც და მეც ვიზრდებოდით იმ მუდმივი აი ამ შიშის ქვეშ, ჩვენი სოფელი არასდროს არ ყოფილა მეწყერსაშიშ ზონაში, მაგრამ უამრავი სოფელი ქედის რაიონი იქნება ეს თუ ხულოს რაიონში მუდმივად იყო აი ამის შიშის ქვეშ, აი კიქჩემთანში ეს რომელსაც სხვა შორის მეწყერი უნარქმეოდა, მისი პირველი სახელწოდება იყო მეწყერი. აი ეს მეტაფორაც და ერთგვარად არა მხოლოდ მეტაფორა, არამედ პირდაპირ ბუნებრივი მოცემულობა ხო ზემოაჭარის მაგაზე მეტყველებს რომ თავად ბუნება არის რაღაცა კარნახობს ხო როგორ უნდა მოიქცეს როგორ სად უნდა გადაადგილდა ხო ეს მეწყერი ამასაც როგორ გადაირჩინო თავი და ნუ ეკო მიგრანტები ვიცით რომ ძალიან დიდი პრობლემაა ზემოაჭარის რომელიც დღემდე განიცდიან ამ მიგრაციას, ეკოლოგიურ მიგრაციას და ბუნება დინამიურია თუ არა რო ვილაპარაკოთ, პირდაპირ ალბათ ამაზე უნდა დავიწყოთ ზემოაჭარაში ლაპარაკი, რომ იმდენად დინამიურია, რომ ადამიანებს უხდებათ გადაადგილება, მათ შორის ქალაქში ჩასვლა და ეს ოცნების ქალაქი, რომელიც 2012 წელს აღმოცენდა ბათუმის აი პერიფერიაში, ამის შედეგი იყო ამ ხალხის, აი გაწამებული ხალხის, რომლებიც საცხოვრისს ითხოვდნენ სახელმწიფოსგან დიდი ხნის განმავლობაში და ვერ შეძლეს ამის მათ შორის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსგან მოპოვება და ჩემთვის ეგ იყო საინტერესო, რომ აი 30 წლის წინ გადაღებული ფილმი, აი ჩემთან სადაც სწორედ ამაზე არის საუბარი. 30 წლის მერეც ისეთივე ვთქვათ რელევანტური არის ამ პერიოდისთვის, როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ რაღაც უკეთეს სამყაროში და უკეთეს ქვეყანაში. და არა მარტო ეკომიგრანტები, იქ ისეა განზოგადებული დევნილები,
აბსოლუტურად, კი. რაღაც კონფლიქტის ზონიდან გამოქცეულები და კი, ის ძალიან უბრალოდ რაღაცა პირველი ესეთი დიდი ჯგუფი, რომელმაც ეს მოახერხა მაშინ ზუსტად საველე კვლევას ვაკეთებდი ბათუმში ჩემი დისერტაციისთვის და ჩემს თვალწინ განვითარდა ეს მოვლენები, როდესაც ბათუმში ჩამოვიდნენ ეს ეკომიგრანტები იყვნენ, ძირითადი ჯგუფი, რომლებმაც ეს მოძრაობა დაიწყეს მაშინ. და მერე უკვე შეუერთდნენ სხვები, რომლებიც იყვნენ ამავე დროს გამოსახლებულები, ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოსახლებულები ადამიანები და სხვები უამრავი ვეტერანები და ასე შემდეგ, რომლებმაც დატოვეს დაკარგეს საცხოვრისები რა. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი რუსი, უკრაინელები და ძალიან ბევრი რუსიც ასეთ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, კი. რუსი არ ვიცი, უფრო საშუალო კლასის რუსი ჩამოდის ბათუმში, მე რაღაც ესეთი საბეჭდილება მრჩება. პირველ ეტაპზე როცა ომი დაიწყო, მე ვიცი ძალიან ბევრი რუსი, რომელმაც თავი შეაფარა. ბათუმს. ხო, ბათუმი ყოველთვის ისტორიულად იყო რაღაცნაირი ეგეთი ქალაქი, რომ რაღაც კარი ბჭესავით, საიდანაც მე სადღაც მიდიხარ, ხო? ამიტომ ეს რაღაცა დროებითი გაჩერება, ხო, ბათუმი. დროებითი გაჩერება. კი. მაგრამ მე მგონი ხო ეს დროებითი გაჩერება კიდე სხვა ტიპის მოძრაობა და მიგრაციაა რა. მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქალაქის სახისთვის მნიშვნელოვანი. კი. ეს დროებითი გაჩერება. აბსოლუტურად კი და ქმნის თავის სივრცეებს, რა თქმა უნდა, ეს დროებითი გაჩერების ადგილები, მაგრამ მე მაინც ალბათ უფრო ის ადგილები მაინტერესებს ქალაქში, სადაც სწორედ აი ადამიანები ცდილობენ დარჩნენ, ეჯაჭვები იმ ადგილს და ართმობ რა და მე ეგ ადგილები მაინტერესებს. დღეს დღევანდელ საქართველოში ეგ ადგილები მაინტერესებს. როცა რჩები და არ მიდიხარ. კიდევ ერთი თემა, რომელსაც თამთა წლებია იკვლევს, აჭარაში მუსლიმთა თემის მიუღებლობა და გარიყვა. ასეთ მარგინალიზაციას მოყვება ხოლმე შერცხვენის თუ დარცხვენის პოლიტიკა მუსლიმებში, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცევა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. საბჭოთა ეპოქამ რა თქმა უნდა დააჩქარა მუსლიმი ქართველების გარიყვის მცდელობა. ეს შესანიშნავი ძეგლი, რომელსაც თამთა მიჩვენებს, გეგელიძეების მეჩეთი, მცენარეული მოტივების სიუხვით ულამაზეს ორნამენტში საბჭოთა ეპოქაში საწყობად აქციეს. მართალია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ისლამი და ისლამური მემკვიდრეობა ისევ შეფასდა როგორც გადმონაშთი, ოღონდ ამჯერად ნაციონალისტური პოზიციიდან გეგელიძეების მეჩეთის აღდგენა მაინც მოხერხდა. ესეთი გადმოცემაა ყოველ შემთხვევაში, რომ ლაზიოსტატები ცნობილები იყვნენ ამ სახლის მშენებლობის ტრადიციებით და აქ ამოყავდათ ხოლმე და აი ამ მეჩეთებს და ჯამეებს, რომელიც ბევრი არის ზემო აჭარაში, ესენი უკეთებდნენ ორნამენტებს და ამასაც იგივე ისტორია აქვს პრინციპში. ესეთი ადგილია ეს. აქ მაგალითად ბაბუაჩემის ძმა ბოლომდე მოდიოდა და ლოცულობდა, გარდაიცვალა 95 თუ 16 წლის ასაკში, მევლუდი ერქვა. მაშინ როცა ბაბუაჩემი თქვა აი ამ გაქრისტიანების პროცესს გადიოდა, მევლუდი აქ ლოცულობდა. იცი რა, კომუნისტების დროს ეს ადგილი იყო საწყობად ქცეული. მე როგორც ვიცი, თავის დროზე საერთოდ როგორც იყო ხოლმე რელიგიური სივრცეები ხო არ ფუნქციონირებდა და აქაც იგივე პროცესი იყო. თავიდან როგორც ვიცი, საერთოდ თავლად თუ რაღაცად აქციეს და მე უკვე იყო სოფლის საწყობი. კი, და საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე ეგრევე გაასუფთავეს. გაასუფთავეს თვითონვე თავისივე ხელით, მათ შორის აი ბაბუაჩემის ძმა, რომელიც ძალიან კარგი ესეთ ხით სახლებს აშენებდა მოკლედ და თვითონ თავისი ხელით მიიღო ამაში მონაწილეობა და ფოტოებიც მაგ გადაღებული მოვყვებოდი ხოლმე ამ მევლუდი ერქვა ბაბუაჩემის ძმას. მოვყვებოდი ხოლმე, როცა იწყებდა აქ ლოცვას. მერე იყო ხოლმე ესეთი ახალი თაობა გაჩნდა, რომელიც გაქრისტიანდა, რომლისთვისაც ეს ისლამი რაღაც უფრო ჩამორჩენილობად აღიქმებოდა, რაღაცა პერიოდი იყო ესეც. მათ შორის ოჯახის წევრები იყვნენ ასე ერთმანეთთან და შენი კვლევის თემა რო არის ეს მორცხოვა მითხრა. ხო, ნუ დამორც, კი, თვილის. შეიძლება რომ აი ვთქვათ დღეს აჭარელი მუსლიმები ამ ჯგუფს მივაკუთვნოთ. იცი არის ეს მგონია რომ ეს სირცხვილი ზოგადად არამხოლოდ რაღაც კონკრეტულ ჯგუფს შეიძლება მიაკუთვნო, ამ რეგიონის ისტორიის ნაწილია რა, როგორც აი ეს ოსმალური მემკვიდრეობა, როგორც დაგმობილი მემკვიდრეობა რაღაცნაირად, ხო? და რაღაც ქართული მუსლიმური
მემკვიდრეობად ვერ აღქმარ სინამდვილეში ამ ყველაფრის რა, ვერ გათავისება. ეს აი რეგიონში რაღაც გადანაწილებულია სხვადასხვა დოზით, როგორც გაქრისტიანებულ აჭარლებში, ისე ჩემი აზრით მუსლიმებშიც მათ შორის და ამიტომ ეს რაღაცნაირი ისეთი აფექტია, რომელიც სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დოზით და ხარისხით გვხვდება ამ ჯგუფებში, როგორც ქრისტიანში, ისე მუსლიმებში და ესენი როგორც თქვით არიან თან შეადგენენ ერთი და იგივე ოჯახის სტრუქტურასაც, ამიტომ ამათ ესე ცალ-ცალკე ვერც გავმიჯნავ პრინციპში ზემო აჭარაში. არის რაღაც ოჯახები, რა თქმა უნდა, რომლებიც მთლიანად თავიდან ბოლომდე მხოლოდ მუსლიმები არიან, მაგრამ ძალიან ბევრი შერეული ოჯახებიც არის უკვე და კი ეს ჩემთვის არის სირცხვილი, არ არის მხოლოდ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი აფექტი რა, რაღაცნაირად ეხლა რომ დავიწყე პირველად მახსოვს შენ გადაცემაში ვიყავი, როცა ახალდაცული მქონდა დისერტაცია, ჯერ კიდევ მაინც არტიკულაციის პროცესში ვიყავი ამ თემის, ამ აფექტის, რომელიც რთულია გამოსათქმელად და დასახასიათებლად. სირცხვილზე ლაპარაკი სირცხვილია. და მე უკვე როცა დავიწყე ამ თემაზე უფრო აქტიურად მუშაობა და ხა წიგნად უკვე როგორც იქნა გადავაქციე და ძალიან დიდწილად ეს წიგნი იქცა უფრო ბიოგრაფიულ გამოცდილების აღწერად, ვიდრე მხოლოდ რაღაც სხვა ადამიანების გამოცდილებების აღწერად. იქ უკვე მივხვდი ძალიან ბევრი სხვა ეთნოგრაფიები, რო წავიკითხე სხვა პოსტკოლონიურ სივრცეებში, როგორ ხდება რაღაცა საკუთარი იდენტობის ახალ პოლიტიკურ პერიპეტიებში და აი პერიფერიებში კოლონიურ პერიფერიებში საკუთარი იდენტობის მიმართ აი სირცხვილის გაჩენა რა. იცი რა არის აი თურქეთი აჭარაში გაგებული მაინც ყოველთვის რაღაცნაირად საბჭოთა პერიოდში რახან იყო ეს ხალხი გავლილი და ხო ეს არ უნდა გვაუწყოს რომ აჭარა ძალიან სენსიტიური სასაზღვრო ზონა იყო და იმპერიების მიჯნა იყო, სადაც რაღაც ყველა რუსული და ოსმალური იმპერია რაღაც მუდმივად ცდილობდა თავისი იმის, ხო, ძალაუფლების და მოქმედების. ძალიან მოქმედებს და რაღაცა ეგ იყო ამას ვეძახი რაღაცა პერიფერიული აფექტი არსებობს, აქა დაძაბულობის აფექტი აჭარაში, რომელიც ხო მეწყერი რაღაცა, რომელიც აი რომელი მხრიდან, საიდან როგორ მოვა არ იცი. ამიტომ განსაკუთრებით მე რა თქმა უნდა ანტი, თქვა ოსმალურმა ან ანტი თურქულს ვერ დავარქვი, უფრო ანტიკოლონიურსაც შემიძლია დავარქვა სენტიმენტი, რომელიც თურქეთის მიმართ საკმაოდ მძლავრია აჭარაში. და ამას ვეძახი აი ანტიკოლონიურ სენტიმენტს და აფექტს, ხო? ჩემი აზრით ძალიან ესეთი მძლავრი გახდა ეს აფექტი, სწორედ საბჭოთა კავშირის დროს, იმიტომ რომ ეს იყო საზღვარი კაპიტალიზმსა და სოციალიზმის შორის და ეს იყო საზღვარი დაამკვიდრა ეს ძალიან და მის ისტორიოგრაფიაში ძალიან კარგად ჩანს. გაუდაოდ. აი ეხლა ისე აღარ არის, მაგრამ ერთი 10 წლის წინ მაინც იყო რუსი ჯობი აბა თურქი გინდათ? იყო ეს დიქოტომია, ხო, უბრალოდ მე მგონია რომ ხო, აი ეს ბათუმის სპეციფიური შემთხვევა, სადაც ეს თურქეთის თემა ისეთი აქტუალურია ხოლმე მაინც ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი და ბათუმშიც მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძალა, რომ ხო, ანუ ეს რაღაცა ხო, რომელი ჯობიას მაშინ გიწევს საზღვრის გახსნამ და შემდეგ საბჭოთა კავშირის დანგრევა და ასე შემდეგ შეცვალა ცოტა. წერე მუსლიმებისთვის ბათუმ აჭარელი მუსლიმებისთვის საზღვრის გახსნამ გამოიწვია ის რომ რელიგიური განათლების მიღება რომელიც მათ შეუძლებელია დღემდეც კი საქართველოში მიიღო წესიერი რელიგიური განათლება მუსლიმური მიმართულებით გახდა შესაძლებელი თურქეთში ამიტომ რა თქმა უნდა მათთვის შესაძლებლობა გახდა თურქეთში წასვლა იმისათვის რომ ისე უკან დაბრუნებული იყვნენ და ის რელიგიური ცოდნა რომელიც მათ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასე ვთქვათ შეიძლება შეფერხდა დააკარგეს ან ვერ განვითარდა ისე როგორც საჭირო იყო, ხო, უკან ჩამოეტანათ. ამიტომ რაღაცნაირი ჩემი აზრით ძალიან ამბივალენტური დამოკიდებულებაც არის. ერთის მხრივ არსებობს ეს ანტიკოლონიური, ისე იმავე ხალხში შეიძლება ეს ნახო, როგორც ახლა რუსეთში რომ მიდიან ქართველები, მუშაობენ, მაგრამ მაინც შეიძლება გქონდეს ეს დამოკიდებულება. ისეთივე დამოკიდებულება არის თურქეთის მიმართ, რომ ერთის მხრივ ეკონომიკური დომინანტი ძალა, რომელიც დაქვემდებარებაშიც გიწევს ყოფნა, რომლის მსახურებაშიც, იმიტომ რომ იქ მიდიხარ ამავე დროს სამუშაოდ და ასე შემდეგ და
წყინს თუ გითხრესო თურქი. მეორე მხრივ წყინს, როდესაც თათარს გეძახიან. თათარი არის ეს სიტყვა, რომელსაც აჭარლების მიმართ იყენებდნენ დიდი ხნის განმავლობაში და ეს არ არის სხვათა შორის რაღაც საქართველოში და ქართველების მიერ შექმნილი. ხანდახან ამოხეთქავს ხოლმე. შეიძლება ეს აღარ არის ისეთი თქვათ აი წარმართველი როგორც იყო 90-იან წლებში. გვიანი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ახლა დეეჩემი იხსენებდა დღეს ზუსტად როგორ თბილისში სწავლობდა მე-7 კლასამდე და იქ ქონდა ეს გამოცდილება. თქვენ ხო თათრები ხართ რაღაც. მეც მქონია ეს 90-იან წლებში. და შეიძლება ესეთი მძლავრი ეხლა ეს აღარ არის ნამდვილად და ჩემი აზრით იმუშავა ხალხმა ამაზე, რომ ეს ასე არ ყოფილიყო ვილაპარაკეთ ბევრი ამაზე. მაგრამ ეს მაინც არსებობს და ამაზე ჩემი აზრით სალაპარაკო მუდმივად არის ისე როგორც ცენზურაზე, იმიტომ რომ ის ყოველთვის შეიძლება მობრუნდეს. და შესაბამისად როგორც კი აი რაღაცა პატარა კერა ჩნდება, ვთქვათ იმისა, სადაც აი ამ მსგავსი გამრიყველი, ხო, ვთქვათ, დებულებები ჩნდება, იქ უკვე უნდა დაისვას კითხვა, ვინ აჩენს ამას, რატომ აჩენს, რატომ არის რისი სიმპტომია ეს ეხლა რა. სიღარიბეში ცხოვრება, მეწყერის შიში, მშვიდობიან თანაარსებობაზე გავლენას ვერ ახდენს. ყოველ შემთხვევაში ასე ხედავს ზემო აჭარას ზაზა ხალვაში თავის ფილმებში. ამ პატარა კინოდარბაზშიც, რომელიც სოფელში ხალვაშებმა მოაწყვეს, შესაძლებელია კულტურული მრავალფეროვნების ამსახველი კინოფესტივალი გაიმართოს. ხო, ეს კინოდარბაზის იდეა მინდოდა. აინტერესებდა ეს ზაზას გარდაცვალების შემდეგ კი გამოხდა. უნდა. თუ აქ ყოფილიყო კინოთეატრი. ძალიან მისი ოცნება იყო ეს და რაღაცნაირად ესე გამოვიდა, რომ მე ახდა როცა უკვე აღარ იყო და აქ სხვათა შორის ეს სივრცე იყო თავის დროზე ბებია ჩემი როგორც მოგიყევით სოფელში გადმოვიდა საცხოვრებლად თვითონაც ისედაც აქედან იყო მაგრამ ბათუმის მერე და აქ ქონდა ბოსელი ბოსელს აჭარაში ახორს ვეძახით და აქ ცხოველები იყვნენ ბებიას ქათმები ყავდა საქათმე ქონდა და ასე შემდეგ მოწყობილი და აი ეს სივრცე, რომელიც მე ბებიას გარდაცვალების მერე რა თქმა უნდა ჩვენ ვეღარ გავაგრძელეთ სოფლის მეურნეობა, გახდა საწყობი და იყო ესე თავისთვის და ვიფიქრეთ, რომ შეიძლება და რაღაცა საინტერესო გაკეთებულიყო აქ. და ზაზას იდეებისთვის კინოფესტივალის მოწყობა. კი, ნამდვილად შეიძლება კინოფესტივალის მოწყობა და ზაზას ქონდა ესეთი იდეა, კინო და ღვინო, ჩვენ ღვინოც გვაკეთებთ ღვინოს და ცოლიკაური გვაქვს. ნუ აჭარაში ძირთადად ცოლიკაური მოდის, ესეც ბაბუამ დაგვიტოვა და ქონდა იდეა, რომ კინო და ღვინო ეს თავისი ესე იგი ცოლიკაური, რომელსაც თვითონ წურავდა უკვე ბაბუა ჩემის წასვლის შემდეგ და ეხა უკვე ჩვენ წურავთ და აი ესეთი დარბაზი გამოვიდა საბოლოო ჯამში. დედა ჩემი ნინო არის ამის სათავეში და მაგის გარეშე ეს ყველაფერი აი ეს უნდა ვახსენო აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ეხა შორიდან უჭერთ მხარს რაღაცნაირად, მაგრამ პერიოდულად ჩამოვდივართ და ვეხმარებით რაც შეგვიძლია რა, იმიტომ რომ მთლიანად მის კისერზეა ეხა ამ სივრცის ფესტივალის თემად შეიძლება მოვიფიქროთ რომ გოგი შეგიძლია რამე ახალი იდეებით ამოხვიდე და აქ იცხოვრო. ნამდვილად ამაზე ვიფიქრე. შავთეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე. ასე დაახასიათა ზაზა ხალვაშმა თავისი ბოლო ფილმი ლოტო. ამ ფილმს თავარი გმირი არ ყავს. ესაა ჯგუფური პორტრეტი ადამიანებისა, რომლებსაც ბათუმური ეზო აერთიანებთ. ლოტო 64-ის სურათი უნდა ყოფილიყო. 64-ის, სადაც ადამიანებს ერთ დიდ ოჯახში საკუთარი სიცოცხლით ცხოვრების არ ცხვენიათ. ის ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ამ ეზოებში ცხოვრობენ ბათუმში, ბათუმის ისტორიიდან გამომდინარე, სხვა უფრო განსხვავებული კომპოზიცია აქვს ამას, ხო? იმიტომ რომ აქ მაგალითად ბერძნები ცხოვრობდნენ, ეს ბერძნები არიან ის პონტოელი ბერძნები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიიდან გადმოსახლდნენ ბათუმში და შესაბამისად, ამიტომ ეს კომპოზიცია თბილისში არ გვხვდება. ისევე როგორც თქვათ, ყავს აქ ისეთი თქვათ სომხები, რომლებიც უშუალოდ ოსმალეთის
იმპერიიდან გადმოსახლებული სომხები არიან და სწორედ აი ამ ომიანობის და გენოციდის პერიოდში მათ შორის შემოსულები არიან ბათუმში და ამიტომ ეს კომპოზიცია ისტორიულად როგორც არის ეს კოსმოპოლიტური კომპოზიცია ამეზოების სხვა ისტორიულმა პირობებმა და შესაბამისად შინაარსიც სხვა გამოდის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ამ ქალაქსთან ამავე დროს მის საზღვაო მდებარეობიდან გამომდინარე სხვა მიმართება აქვს რაღაც აი მრავალფეროვნებასთან კავშირში და თითქოს რაღაცნაირად უფრო აი ეს ღია ხო, მე შემიძლია ვთქვა, რომ უფრო ღიაც არის. უფრო სწორად ეს ღიაობა უფრო დიდხანს შეინარჩუნა ბათუმმა. მე ესე დავარქმევდი, იმიტომ რომ ისევე როგორც თბილისმა, ბათუმმაც საბჭოთა პერიოდში გაიარა ნაციონალიზაციის ძალიან დიდი ტალღა. მათ შორის აი ურბანულ, აი ესეთ ეზოებში ეს ძალიან აშკარად იგრძნობოდა, როდესაც ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება აი რაღაცნაირად გაწმენდას და გასუფთავებას, თუნდაც აი ამ ეზოების, მაგალითად ბერძნების გადასახლებით. 45-50-იან წლებში ძველი ბათუმის ეზოებიდან დიდი გადასახლების ტალღა იყო და აასახლეს ბერძნები და ერთ დღეში გაასახლეს ფაქტობრივად და ეს პროცესი თბილისმაც ნაწილობრივ გაიარა, აი ეს რაღაც ნაციონალიზაცია, გაქართველება, ასე ვთქვათ, ეზოების, მაგრამ ბათუმში ამას აი ეს სხვა ისტორიული წანამძღვრები ჰქონდა და სხვა ეთნიკური კომპოზიცია, მათ შორის ამ ბერძნების სახით, რომლებიც მუდმივად აღიქმებოდნენ როგორც რაღაც დასავლეთის ჩანერგილი ხოდა ზაზამ კინო ინახავს ნატურას ამბობენ და შეიძლება ითქვას რომ ცდა იყო რომ ეს ნატურა შეენარჩუნებინა. იმიტომ ტრანსფორმაციას ესეც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ფაქტია ეს ხდება. ესეც დაექვემდებარება. კი, და ექვემდებარება უკვე ნელ-ნელა. ეხლა ამ კონკრეტულ ანუ ორი ტიპის ტრანსფორმაციაზე შეიძლება ისაუბრო. ერთი ეს საბჭოთა ტრანსფორმაცია, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო ამ ნაციონალურ პოლიტიკასთან, საბჭოთა ნაციონალურ პოლიტიკასთან და სასაზღვრო ქალაქის გაქართველების პოლიტიკასთან. და მეორე ინდუსტრიული. და მეორე უკვე პოსტსაბჭოთა, რომელიც არის დავარქმევდი ნეოლიბერალურს პროექტს, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული აი ამ სამშენებლო ინდუსტრიულ ნაწილთან, ანუ ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი არის პრინციპში სამშენებლო ბიზნესი და შესაბამისად აი ასეთ ეზოებს ითვისებს ეს დიდი კაპიტალი, ხო, რომელიც ბათუმში შემოდის როგორც თურქეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რუსეთიდანაც და აი ამ ლანდშაფტს, ამ მრავალფეროვნების ლანდშაფტს ეს პრინციპში გლობალური ფენომენია, არა მხოლოდ ბათუმში ხდება ეს ამბავი, მაგრამ ტკივნეული პროცესია, ხო, რომელშიც ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ იმ ცხოვრების იმ ტრადიციებს, ხო, ურბანულ ტრადიციებს, ზღვასთან ურთიერთობის ტრადიციებს, რაც ამეზოებს გააჩნდათ. და მზად არიან იმისათვის, რომ შეიძლება ერთ დღეს მოუხდეთ ვერ ვიტყოდი რომ მე მგონია რომ ყველა ძალიან სევდიანია ამის გამო თან ამავე დროს, მაგრამ სხვა გამოსავალს არ უტოვებს ის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა როგორ შეხედავ ამ შენობებს, მიხვდები ეგრევე რომ საცხოვრებლად ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა, ჭირდება ამ ყველაფერს რაღაცნაირი შეკეთება. ხო, აქ აი ეს უკვე პრინციპში ხო ჩამონგრევის პირას არის. ამას ხელს არ უწყობს სახელმწიფო, თქვათ, ამ ეზოებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც არის, ხო, როგორც ვიცით და სახელმწიფო ამის რეაბილიტაციაში არ იღებს მონაწილეობას, ურჩევნია რომ დიდ ინვესტორს მიანდოს ეს ეზოები და ამის მაგივრად აშენდეს რაღაც კორპუსები, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ აქაურ მაცხოვრებლებს არჩევანი რო ქონდეთ, აირჩევდნენ სხვა ვერსიას, გააკეთებდნენ, გაალამაზებდნენ, შეაკეთებდნენ თავიანთ საცხოვრის გარემოს ისე რომ შესაძლებელი ყოფილიყო აქ ცხოვრება. მithumetes ერთად ცხოვრებას მიჩვეულებელია. კი, და ყველა საუბრო. კი, მე ხოთში ჩემი კვლევის ერთ-ერთი თემატიკა ეს იყო, რომ ამ ეზოებში რო შემოდიოდი, ყველა ერთი და იგივე ამბავს და ფრაზას მეუბნებოდა, ჩვენ ცხოვრობდით როგორც ერთი დიდი ოჯახი. და ეს რაღაც თითქოს ოჯახის დაშლის პროცესში თვითონვე იღებენ თან მონაწილეობას და ამიტომ ეს ხო ძალიან სევდიანია, იმიტომ რომ ფაქტობრივად გიწევს იმის კეთება, რაც შენთვის ძალიან ძვირფასია, ანუ იმის დაშლა და ჩამოშლა, რაც შენთვის ძალიან ძვირფასია, უბრალოდ იმისათვის, რომ შეძლო უკეთეს პირობებში იცხოვრო რა. ზაზას თავარი გზავნილი შენი აზრით რა უნდა ყოფილიყო ამ ფილმში და რაღაც
ესეთ სევდიანად სიმბოლურია, რომ ეს მისი ბოლო ფილმია. კი, მისი ბოლო ფილმია, რომელიც რაღაცნაირად გამოვიდა, რომ ბათუმისთვის მიძღვნილი ოდასავითაც არის და შავ-თეთრი ბათუმი. შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე, ესეთი ფილმი არის და რაღაც ამაშიც თვითონ ამბობდა ასე, რომ ეს არის შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე, სადაც სხვათა შორის მახსოვს, მე დიდად გადაღების პროცესში არ მიმიღია მონაწილეობა, უბრალოდ ხანდახან ჩამოდიოდი ხოლმე და ბათუმში რომ დავდიოდით ესე ქუჩებში და ეძებდა ეზოს, სადაც გადაიღებდა, სადაც შეძლებდა ამის გადაღებას, ამბობდა რომ აი ეს ლოტოს ფილმს ქვია ლოტო, ხო? და ლოტოს მეტაფორა, რომელიც მას უნდოდა რომ რაღაცნაირად უფრო კაფეო ყოფილიყო ამ ფილმში, გულისხმობდა იმასაც, რომ ყველა ის რიცხვი, რომელიც ლოტოს თამაში ხო ეს არის, ის რიცხვები, რომელიც ლოტოს აი ამ ბორდზე არსებობს. ყველას აქვს ერთნაირი მნიშვნელობა და ერთნაირი ძალა იმისათვის, რომ მოიგო თამაში, ხო? ანუ იქ 52-ია თუ 95 არ აქვს მნიშვნელობა. ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოიგო თამაში. და თანასწორი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც ეს იყო მისთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს კომპოზიცია, რომელიც მისთვის ლოტოს კომპოზიცია იყო, ამ ეზოების კომპოზიციაც, სადაც ერთგვარად არის ეს თანასწორობა, რა თქმა უნდა, მაგრამ თან ამავე დროს მუდმივი თამაშია ამ თანასწორობებს შორის, ხო, ამ ადამიანებს შორის მუდმივი თამაშია და ლოტოში მე მგონი ეს თამაში ერთმანეთთან, ხო, რაღაც ყველა ერთმანეთს ეთამაშება ერთგვარად. ეს ჩანს ვიღაცას უფრო კონტაქტი და თან რაღაცნაირი ხო, აი ამ კონტაქტის მიღმა არსებული კიდე ძალაუფლებრივი კავშირები, რაც ამ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აქვთ, ხო? თანასწორობა ერთი შეხედვით თანასწორია ეს ეზო, მაგრამ შიგნით როცა ჩაიხედები, მიხვდები რომ ძალიან ბევრი განსხვავება და სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ ამ ადამიანებს იმისა, რომ გავლენა მოახდინონ გარემოზე. ყველა ჩვენგანის ისტორია უსასრულოდ გრძელდება. წერს ზაზა თავის ჩანაწერებში. ჩვენ არ მთავრდებით ციკლთან ერთად. უსასრულობის ეს რწმენა მის ყველა ფილმს აერთიანებს. კი კინომ როგორც ამბობენ ხოლმე შეინახა ნატურა, შეინახა ისტორია, შეინახა რეალობა, რომელიც აღარ ჩანს, აღარ არსებობს თითქოს, მაგრამ სწორედ იმიტომ შეინახა, რომ მუდმივად გაგვახსენოს. თუ კი არა ჩანს, თუ კი ვერ ვხედავთ, ნუ ვიფიქრებთ, რომ აღარც არსებობს. შეიძლება ახალი ტიპის მრავალფეროვნება იდგამს ფეხს ბათუმში, რომელიც ზაზას გარდაცვალების მერე კიდევ უფრო მკაფიო გახდა იმ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ახალი რუსული მიგრაციის და ტალღის შემდეგ, რომელმაც რაღაც კიდე უფრო სხვანაირი გახადა და შეცვალა ბათუმის მრავალფეროვნების, თქვათ, ლანდშაფტი, ხო, რომელიც განსხვავებული ლანდშაფტია ხა მრავალფეროვნების. და მაშინ თქვათ, როცა ამ ფილმს იღებდა, ეს ასეთი მკაფიო ჯერ არ იყო, იმიტომ რომ ომიც არ იყო ეს 2019-ში გადაიღო ეს ფილმი. თუმცა ეს მრავალფეროვნება უკვე სხვა. მაგრამ უკვე სხვა იყო, უკვე სხვა ტიპის მრავალფეროვნება იყო მაშინაც ბათუმში რაც ხდებოდა ის პროცესები, იმიტომ რომ ვიცით რომ 90-იანი წლებიდან ეს ეზოებიც როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ეზოებში ეს ხალხი, ვინც ცხოვრობს დაწყებული ბერძნებიდან დასრულებული ებრაელებით, ბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში, ვთქვათ, ხო? და ბევრი დიდი გადინება არის, ვთქვათ, რა. და მოვიდნენ რუსები. და მოვიდნენ რუსები, კი. მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. ეს იყო გადაცემა შვილი, გადაცემა ჩვენს ძველ და ახალ თაობებზე. რას ფიქრობენ ჩვენი შვილები თავიანთ მშობლებზე, როგორ აფასებენ წარსულს და რას გეგმავენ მომავალში. უყურეთ რადიო თავისუფლების სხვა ვიდეოებსაც და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.